$1990-იანი წლები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და წინააღმდეგობრივი პერიოდია. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენის, დიდი იმედებისა და თავისუფლების სურვილის წლები, მაგრამ ამავე დროს ომების, ეკონომიკური კრიზისის, უშუქობის, სიცივის, უმუშევრობისა და უკიდურესი გაჭირვების ეპოქა. ჭირებაში ვარ ძალიან. არ ყოფნის ეს ჩვენ არაფერი, რამდენიც არ დავიშოვოთ, მაინც არ ყოფნის. ბაზარს რა ცეცხლი უკიდია და ყველაფერი, მეტირება მარტო მეტი არაფერი. საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს სრულიად ახალ რეალობაში აღმოაჩინა. ქვეყანა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ერთიანი ეკონომიკური სისტემის ნაწილი იყო, მოულოდნელად ამ სისტემისგან მოწყვეტილი დარჩა. დაინგრა ძველი ეკონომიკური კავშირები, გაჩერდა საწარმოები და მოსახლეობის შემოსავალი სწრაფად გაუფასურდა. 90-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი მოგონება უშუქობაა. ელექტროენერგია ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიოდა. ზოგჯერ კი დღეების და კვირების განმავლობაში საერთოდ არ იყო. საღამოს ქუჩები ბნელდებოდა. ოჯახებში სანთლები, ფანრები და ნავთის ლამპები ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები გახდა. ბავშვები დავალებებს სანთლის ან ფანრის შუქზე ასრულებდნენ. ხოლო ზამთარში ელექტროენერგიის არ ქონის გამო სახლების გათბობაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ტელევიზორის ჩართვა და საყვარელი გადაცემის ნახვა უკვე განსაკუთრებულ მოვლენას გავდა. ადამიანები ხშირად ელოდნენ, როდის მოვიდოდა შუქი და რამდენიმე საათით მაინც ესარგებლად ელექტროენერგიით. უშუქობა მხოლოდ დისკომფორტი არ ყოფილა. ის პირდაპირ აისახებოდა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განათლებაზე, მუშაობაზე, ბიზნესზე და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე. 90-იან წლებში ფულის ქონაც კი არ ნიშნავდა იმას, რომ ადამიანს აუცილებლად შეეძლო საჭირო ნივთების ყიდვა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ფასები სწრაფად იცვლებოდა. ეროვნული ვალუტის შემოღებამდე ქვეყანაში სხვადასხვა ფულადი ერთეულის გამოყენების რთული პერიოდი იყო. ხელფასები ხშირად დაგვიანებით გაიცემოდა, ან საერთოდ არ გაიცემოდა. ადამიანებს თვეობით უწევდათ ხელფასის ლოდინი. ბევრი ოჯახისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ახლობლების დახმარება, სოფელში მოყვანილი პროდუქტი ან მცირე ვაჭრობა გახდა. იმ პერიოდში გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული ბარტერი, ფულის ნაცვლად ნივთის ამ პროდუქტის გაცვლა. ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა საკუთარი შრომით მოპოვებული პროდუქტი, მაგრამ ფული არ ჰქონოდა ყოველდღიური საჭიროებების შესაძენად. დღეს ბევრისთვის რთულად წარმოსადგენია, მაგრამ იმ პერიოდში ჩვეულებრივი პროდუქტების შეძენაც კი ზოგჯერ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. პურის, საწვავის და სხვა აუცილებელი ნივთების მოსაპოვებლად ადამიანები რიგებში საათობით იდგნენ. ოჯახები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ეკონომიურად ეცხოვრათ და არსებული საკვები პროდუქტები მაქსიმალურად გაენაწილებინათ. სოფლად მცხოვრები ნათესავების დახმარება ბევრი ქალაქელი ოჯახისთვის გადარჩენის მნიშვნელოვანი წყარო იყო. სოფლებიდან ჩამოტანილი კარტოფილი, ლობიო, სიმინდი, ყველი, ხორცი და სხვა პროდუქტი ოჯახებს მძიმე პერიოდის გადატანაში ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ 90-იანი წლების საქართველო ბევრის მეხსიერებაში არა მხოლოდ გაჭირვებასთან, არამედ ერთმანეთის დახმარებასთანაც ასოცირდება. ზამთარი განსაკუთრებით რთული იყო.
ელექტროენერგიის და გათბობის პრობლემის გამო ოჯახები ალტერნატიულ გზებს ეძებდნენ. ბევრი ადამიანი შეშასაგროვებდა, ზოგი ღუმელს იყენებდა, ზოგიერთ ოჯახში კი ოთახის გასათბობად სხვადასხვა სახის იმპროვიზირებული საშუალებები გამოიყენებოდა. ცივი ზამთრის საღამოები, ბნელ ოთახში შეკრებილი ოჯახი და პატარა ღუმელთან გათბობის მცდელობა იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოგონებაა. ეკონომიკური კრიზისი ტრანსპორტზეც აისახა. საწვავის დეფიციტის და მაღალი ფასების გამო გადაადგილება რთული გახდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც ხშირად პრობლემური იყო. ქვეყანა თითქოს ნელ-ნელა ჩერდებოდა. საწარმოები აღარ მუშაობდა ისე როგორც ადრე. მრავალი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ხოლო ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად შემცირდა. ამ ფონზე გაჩნდა მცირე ვაჭრობის და ეგრეთ წოდებული შატლის ბიზნესის კულტურა. ადამიანები საზღვარგარეთიდან სხვადასხვა საქონელს ჩამოიტანდნენ და საქართველოში ყიდნენ. ეს ბევრისთვის შემოსავლის მიღების ერთ-ერთი იშვიათი საშუალება იყო. ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოს ყოველდღიურობას მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი არ განსაზღვრავდა. ქვეყანამ მძიმე პოლიტიკური და სამხედრო მოვლენები გამოიარა. სამოქალაქო დაპირისპირებამ და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში განვითარებულმა ომებმა ათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ბევრი ადამიანი დევნილად იქცა და საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. ქვეყანაში მუდმივად არსებობდა დაუცველობის განცდა. ადამიანებმა დაკარგეს ოჯახის წევრები, ახლობლები, საცხოვრებელი სახლები და მომავლის სტაბილური განცდა. მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდებოდა. 90-იანი წლების საქართველო მხოლოდ სიღარიბის და კრიზისის ისტორია არ არის. ეს არის ადამიანების გამძლეობის, ერთმანეთის დახმარებისა და იმედის შენარჩუნების ისტორიაც. ბავშვები მაინც თამაშობდნენ ეზოებში, ახალგაზრდები მაინც იკრიბებოდნენ მეგობრებთან. ოჯახები დღესასწაულებს მაინც აღნიშნავდნენ თუნდაც მოკრძალებულად. ადამიანები ცდილობდნენ იმ პირობებში ეცხოვრათ, რაც ჰქონდათ. მაშინ ბევრს არ ჰქონა ფუფუნება, რომელიც დღეს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად გვეჩვენება. მუდმივი ელექტროენერგია, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, სწრაფი კომუნიკაცია, არჩევანის მრავალფეროვნება მაღაზიებში. მაგრამ არსებობდა სხვა რამ. მეზობლის დახმარება, ნათესავებისგან ჩამოტანილი პროდუქტით გახარება, მეგობრების შეკრება, ეზოში გატარებული ბავშვობა და იმედი, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნებოდა. ოთხმოცდაათიანი წლები საქართველოსთვის მძიმე გაკვეთილი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის ფასი ძალიან ძვირად გადაიხადა. უშუქობამ, უფულობამ, ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მთელი თაობის ცხოვრება შეცვალა. დღეს, როცა ელექტროენერგიის, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება ბევრისთვის წარმოუდგენელია, 90-იანი წლების გახსენება გვაჩვენებს, რამდენად შეიცვალა საქართველო რამდენიმე ათწლეულში. იმ თაობისთვის კი ეს მხოლოდ ისტორია არ არის. ეს მათი ბავშვობა, ახალგაზრდობა და ცხოვრების ყველაზე რთული წლებია. წლები, რომლებიც ბევრმა სიცივეში, სიბნელესა და გაჭირვებაში, მაგრამ მაინც დიდი იმედით გამოიარა.